შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი გამოძიების მსვლელობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პროცესი არაობიექტურად მიმდინარეობს. ოჯახი თათუხაშვილის პროკურატურაში შესვლის სრულ მასალას ითხოვს. კიდე რა მოთხოვნები აქვთ, ამას უკვე ბელა ზაქაიძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება პროკურატურიდან. ბელა, გისმენთ. დიახ, მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ოჯახის წევრები შეკრებილები არიან. ოჯახის წევრების გარდა არიან შეკრებილი მათი მხარდამჭერები, მეგობრები, ასევე თავისუფალი ზონის წევრები, როგორც შალვა თათუხაშვილის დამ ნატო თათუხაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა. ისინი აპროტესტებენ მთავარ პროკურატურის გენინსპექციაში მიმდინარე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას. კონკრეტულად ითხოვენ ვიდეო მასალის შალვა თათუხაშვილის პროკურატურაში სტუმრობის დაკითხვაზე დაბარების ამსახველ ორივე ვიდეო მასალას, რომელიც დაუმონტაჟებელი და სრული ვარიანტი იქნება. რაც შეეხება გამოძიებასთან ოჯახის წევრების თანამშრომლობას, ისინი განმარტავენ, რომ კვლავ უარს აცხადებენ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე, მანამ სანამ საქმის კვალიფიკაცია არ შეიცვლება და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, წამების და მკვლელობის მუხლით არ შეიცვლება. მოვითხავთ მოგვაწოდონ სრული ვიდეო მასალა პირველი და მეორე დაკითხვიდან. სრულად მთელი ვიდეო მასალა და მოვითხავთ საქმე აღძრან გილაურის და ძმელაშვილის მიმართ. ეს საქმე პროკურატურის მხრიდან არ იქნება გამოძიებული, იმიტომ რომ საკუთარ თავს არავინ არ დაშლის. ისინი არიან თვითონ დამნაშავეები ამ ადამიანის სიკვდილში. შალვა თათუხაშვილი ნავთლუხის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. იგი 2006 წელს, როდესაც ნავთლუხის სპეცოპერაცია ჩატარდა, კუდის სპეცრაზმის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ნავთლუხის საქმე გახსნა, შალვა თათუხაშვილი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო და პროკურატურას ჩვენება დათა ახალაიას წინააღმდეგ მისცა. მადლობა, ბელა ზაქაიძე საუბრობდა პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში.